მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოკავშირეების ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო გერმანიის შეიარაღებული ძალების შეკავებისა და მისი სამხედრო ინდუსტრიული ბაზის შემცირებისკენ. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი საუბარი სულ სხვა მიმართულებით ვითარდება. თქვენ უყურებთ პოდკასტს როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ვისაუბრებთ გერმანიაზე და იმაზე, თუ როგორ მივედით გერმანიის სამხედრო პოტენციალის შეკავებიდან მისი სამხედრო პოტენციალის გაძლიერებამდე. ამ მიმართულებით დღეს ჩემი სტუმარია საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიაში და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიგი გიგიაძე. თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ქვემოთ კომენტარებში დაგვიტოვოთ თქვენი მოსაზრებები. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. ჩვენი განხილვის თემა იქნება გერმანია და მინდა ამ ეპიზოდში შევაჯამოთ და მოვყვეთ გერმანიის, ასე ვთქვათ, შეკავებიდან დღევანდელობამდე, რომ ჩვენ ვხედავთ გერმანიაში აქტიურად არის უკვე საუბარი სამხედრო ძალის გაძლიერებაზე, კულუარებში, ექსპერტულ წრეებში, არაოფიციალურ დონეზე, მაგრამ მაინც არის საუბარი იმაზე, რომ შესაძლებლობა არის, რომ შეიძლება ბირთვული მიმართულებითაც განვითარდეს გერმანია. ძალიან სერიოზული ძვრები არის. ძვრები, რომელსაც საქართველოში მაინდა-მაინც იმ მაგნიტუდით არ აღიქვამენ, როგორიც არის და ამიტომ მინდა დავიწყოთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც გერმანია არის დამარცხებული, დაყოფილი, რა მიზნები ჰქონდათ მოკავშირეებს გერმანიასთან მიმართებით მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ვფიქრობ, რომ ნამდვილად ძალიან საინტერესო თემა გვაქვს არჩეული. გერმანიაზე საუბარი საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენ ამ ქვეყანასთან ნამდვილად განსაკუთრებული ურთიერთობები გვაკავშირებს. საქართველოს გერმანიის ომხრივი ურთიერთობები, ვფიქრობ, რომ მსოფლიოში უნიკალურია, არსად სხვაგან არ ყოფილა ასეთი ისტორია, 200 წლიანი ისტორია გერმანია-საქართველოს ურთიერთობებისა. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ აი გერმანელებზე, რომლებიც ჩამოსახლდნენ საქართველოში და მეორე მსოფლიო ომის წინ ზუსტად მათი გადასახლება უზრუნველყო სტალინმა, კომუნისტურმა მმართველობამ და ჩვენ საქართველოში ძალიან კარგად დღემდე არის შემორჩენილი ეს გერმანული ელემენტი. რაც ვფიქრობ, რომ ნამდვილად ჩვენს ერთ-ერთ სიმდიდრეს წარმოადგენს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია იყო დამარცხებული, მაგრამ არა მარტო გერმანია, მთელი ევროპა იყო ფაქტობრივად განადგურებული, გასწორებული მიწასთან და ძალიან საღი სწორი პოზიცია გაჩნდა ევროპაში, დასავლეთში, რომ რეალურად ევროპამ დაკარგა საკუთარი გავლენა მსოფლიოზე. ანუ ევროპა როგორც ეხლა წარმოადგენს სამაგალითო კონტინენტს, როგორც ეხლა არის მისაბაძი ყველა მიმართულებით, ასევე იყო მე-20 საუკუნის დასაწყისშიც. ანუ ევროპა არის უნიკალური შემთხვევა არ იყო. რეალურად პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ ევროპაში მოხდა იმის გააზრება, რომ ევროპამ დაკარგა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მას გააჩნდა, აი ეს მისი სამაგალითო სტატუსი, ანუ აღარც მეცნიერების თვალსაზრისით, აღარც კულტურის, აღარც სხვადასხვა მიმართულებით უკვე გერმანია აღარ განიხილებოდა უკვე სიძლიერის მატარებლად. ანუ ამ აქცენტმა გადაინაცვლა, ამ სიმძიმის ცენტრმა გადაინაცვლა რასაკვირველია ამერიკაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან სწორი აღქმა არსებობდა, რომ აუცილებელი იქნება გერმანიის შეკავება, უნდა მოხდეს ყველაფერი უზრუნველყოს მსოფლიო ყველაფერი იმისათვის, რომ რეალურად გერმანიამ ვეღარ შეძლოს მომავალშიც მსგავსი სახის კატასტროფის დატრიალება, რაც მან მოახერხა მეორე და პირველი მსოფლიო ომის პერიოდში და ვეღარ მოახერხოს ის, რომ ევროპის კონტინენტს აღარ კონდეს უკვე აღარანაირი, ასე ვთქვათ, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური გავლენა მსოფლიოში. ამან უზრუნველყო ის, რომ რეალურად მოხდა ძალიან კონკრეტული გეგმის შემუშავება, თუ როგორ იქნებოდა შესაძლებელი გერმანიის შეკავება. ანუ თავარი იყო უზრუნველყოთ გერმანიასთან მიმართებით ისეთი, ასე ვთქვათ, პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომელიც პირველი აღარ მიცემდა შესაძლებლობას მას, რომ გაერთიანებულიყო. უკვე ჩვენ ვიცით, რომ ამ პერიოდში გერმანია დაყოფილი 4 ნაწილად, სინამდვილეში 2 ნაწილად, მაგრამ როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დაყოფის მომენტი რეალურად გერმანელების გადმოსახლება, გერმანიის გადმოსახლება იყო მაინც ყოველთვის პირობითობა, ანუ გერმანია ყოველთვის ფიქრობდა, რომ ეს იყო დროში შეზღუდული იქნებოდა, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, რაც რეალურად ესეც მოხდა, მაგრამ რეალურად ამ დაყოფის გზით, ამ კონკრეტული პოლიტიკის შემუშავებით, რომელიც უზრუნველყოფდა გერმანიის შეზღუდოდა მაქსიმალურად გერმანიის შესაძლებლობებს,
დასავლეთმა ჩათვალა, მსოფლიომ ჩათვალა, რომ შესაძლებელი იქნებოდა მომავალში მსგავსი ტრაგედიების გამორიცხვა, რაც მოყვა პირველ მეორე მსოფლიო ომის. ეს იყო მხოლოდ ერთი ნაწილი რეალურად ყველაფრისა. მეორე ნაწილი რასაკვირველია, გულისხმობდა იმას, რომ აუცილებელი იყო რაღაც ახალი მექანიზმების შემუშავება. ხო, აქ საუბარი იყო არა მარტო იმაზე, რომ გერმანია შეიკავებინათ, არამედ უნდა მოხდარო რაღაც ქმედითი ინსტრუმენტის შემუშავება, რომელიც საშუალებას მიცემდა კონტინენტის ქვეყნებს, რომ მათ მიიღოთ მონაწილეობა საერთო კეთილდღეობის პროექტში. და ჩვენ ვიცით რაზეა საუბარი, უკვე იწყება ფიქრი რაღაცა სახით ევროკავშირის გაერთიანებას, რაღაცა სახით თანამედროვე ევროკავშირის ჩანასახები იბადება უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჯერ გასაკურვულია გვაქვს ჩვენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელშიც გასაკურვილია გერმანიის, დასავლეთ გერმანია მონაწილეობს და არის ასე ვთქვათ, ჩართული, მაგრამ ამ დროს უკვე იწყება არა სამხედრო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ალიანსის, ეკონომიკური ურთიერთსასარგებლო, ურთიერთხელსაყრელი კავშირზე ფიქრი, მისი ჩამოყალიბება და აქაც რასაკვირველია, კიდევ მიუხედავად ყველაფერისა, მიუხედავად ესეთი მისი უმძიმესი სტატუსისა, გერმანია განიხილება როგორც ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალა. ეს იდეები რასაკვირველია დიდწილად განსაზღვრული იყო საფრანგეთიდან, საფრანგეთი როგორც კონტინენტალური მასშტაბის მქონე ქვეყანა, ფიქრობდა, რომ როგორ იქნება მომავალ შესაძლებელი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა კონტინენტზე და რა იქნება ამისთვის აუცილებელი და რასაკვირველია საფრანგეთშივე ყოველას ნათლად ჰქონდა გააზრებული ის, რომ ეს შეუძლებელი იქნება გერმანიის მონაწილეობის გარეშე. ანუ გერმანია თუ არ იქნება ამ პროექტის ერთ-ერთი წევრი, ერთ-ერთი ასე ვთქვათ ბენეფიციარი, თუ გერმანია ვერ მიიღებს სარგებელს იმ საერთო პროექტიდან, რომელიც უნდა დაარსოს და ჩამოყალიბდეს ევროპაში, ვერაფერი წარმატებით ვერ დასრულდება და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება უკვე რეალურად გერმანიის ჩართვა ყველა იმ კონტინენტურ პროექტებში, მე ამას უწოდებ რასაკვირველია, პირველი იყო ფოლადისა და ქვანახშირის გაერთიანება 1952 წელს, მე ევროპის ეკონომიკური კავშირი 1958 წელს და უკვე გერმანია ხდება დამფუძნებელი წევრი იმისა, რასაც ჩვენ ახლა ხედავთ როგორც ევროკავშირს, როგორც ყველაზე წარმატებულ საერთაშორისო პროექტს მსოფლიოში, მსოფლიო ისტორიაში და ყველაზე წარმატებულ სამშვიდობო პროექტს მსოფლიო ისტორიაში. ამიტომ თავარი ამოცანა იყო გერმანიის შეკავება, მეორე იყო გამორიცხვა იმისა, რომ გერმანია როდესმე ყოფილიყო ჩართული, როდესმე დაინტერესებული ყოფილიყო მომავალში, ძალისმიერი გზით გადაეჭრა პრობლემები და საკუთარი ინტერესები გაეტარებინა ძალისმიერი გზით. კი ბატონო, ფოლადისა და ნახშირის მიმართულებით საერთო კავშირის შექმნა ერთ-ერთი ძირითადი ფუნდამენტური ორგანიზაცია იყო, რომელმაც შეძლო ევროპულ ქვეყნებს შორის ნდობის აღდგენა, იმიტომ რომ ამის მეშვეობით შესაძლებელი იყო უკვე გერმანიის სამხედრო წარმოებაზე კონტროლის დამყარება, იმიტომ რომ ფოლადი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი სამხედრო წარმოებაში და ქვანახშირი, რამაც საშუალება მისცა საფრანგეთს, რომელიც ძალიან უნდობლობით იყო განწყობილი გერმანიის მიმართ, რომ ასე ვთქვათ, ისტორიული ნდობა ჩამოყალიბებულიყო, რამაც შეიძლება დღეს მოგცოთ ცოტა სხვა სიტუაცია, როდესაც ევროპული ქვეყნები მათ შორის მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ გერმანიამ შეიძლება დაიწყოს თავისი შესაძლებლობების განვითარება. ამ პერიოდში ძალიან საინტერესო არის აღმოსავლეთ გერმანიაში სიტუაცია, იმიტომ რომ დასავლეთ გერმანიაში მარშალის გეგმა არის, დასავლური ქვეყნები არიან, დემოკრატიის მიმართულებით ვითარდება, ეკონომიკა ვითარდება, აღდგენა მიდის, რა ხდება აღმოსავლეთ ევროპაში? აღმოსავლეთში ძალიან საინტერესო მდგომარეობა, იმისათვის რომ რაღაცა დაუპირისპიროს საბჭოთა კავშირმა დასავლეთის მარშალის გეგმას, ისინი მოლოტოვის გეგმას ამუშავებენ, ეს არის გეგმა აღმოსავლეთ გერმანიისთვის, რომელიც დაახლოებით ის იგივე, ასე ვთქვათ, მოცემულობის არის, გულისხმობს, რომ მაქსიმალურად მოხდეს აღმოსავლეთ გერმანიის ჩართვა სოციალისტურ ბლოკში, მოხდეს მაქსიმალურად მისი მომავლის განსაზღვრა იმ მოდელის მიხედვით, როგორც საბჭოთა კავშირს მიზანშეწონილად მიაჩნია და მისი მაქსიმალური იზოლაცია დასავლეთიდან. ხომ ამ პერიოდში ჩვენ უკვე თვალწინ გვაქვს ის რეალობა, როდესაც ხდება რეალურად ცივი ომის დასაწყისი და ყველაზე ნათლად ეს ჩანს გერმანიაში. გერმანიის გაყოფა არის რეალურად აი ეს საზღვარი, რეალურად აი ეს რკინის ფარდა თუ შეგვიძლია ჩვენ სადმე რეალურად დავინახოთ ფიზიკურად, ეს არის გერმანიის მაგალითი, ბერლინის მაგალითი, გაყოფილი ბერლინის მაგალითი, ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი, რომ ერთი ქვეყანა, თავის ძროზე ერთი ქვეყანა სრულიად სხვადასხვა მიმართულებით განვითარდეს. ერთი იყოს დასავლური ყაედის დემოკრატია, ლიბერალური დემოკრატია, მეორე მხარეს იყოს კომუნიზმი, კომუნისტური გეგმიური ეკონომიკა და ფაქტიურად საბჭოთა კავშირი ცდილობს, რომ მაქსიმალურ კონტროლს დაუქვემდებაროს მდგომარეობა
გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. აქ ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით ის ფაქტორი, რომ რეალურად გერმანელები, რასაც აკეთებენ, ყველაფერს ხარისხიანად აკეთებენ, ამას ჩვენ შემდგომშიც ვნახავთ, რომ თავს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკაც რაღაც გამორჩიოდა თავისი განსაკუთრებული მე ვიტყოდი ასე ვთქვათ ერთგულებით სისტემისადმი ეს ადამიანები რომლებიც გაიზარდნენ ამ წლების მანძილზე გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ისინი გულანთებული დიდწილად ძალიან გულანთებული ძალიან იდეურად მხარდა ასე ვთქვათ მხარში მდგომი ადამიანები იყვნენ სისტემისადმი ანუ ეს ამ 45 წელიწადს არ ჩაულია ტყუილად ამ 70 წელიწადს არ ჩაულია ტყუილად რეალურად გერმანიამ მოახდინა საბჭოთა კავშირმა მოახდინა ის რომ აღმოსავლეთ გერმანელებში გაზარდა ძალიან საინტერესო საბჭოთა მოქალაქე ანუ საბჭოთა მოქალაქეებმა მივიღეთ ამ შედეგად მივიღეთ ის რომ დღევანდელ დღესაც ჩვენ რეალურად ვსაუბრობთ ორ გერმანიაზე ანუ მიუხედავად გაერთიანებისა მიუხედავად იმისა რომ დღეს ჩვენ ერთი გერმანიასთან გვაქვს საქმე აქ ჩვენ ორ სახელმწიფოს უნდა აღვიქვამდეთ, აქ ჩვენ დავსაუბროთ ორ სახელმწიფოს გაერთიანებაზე, ორი სრულიად სხვადასხვა უახლესი ისტორიის მქონე სახელმწიფოებზე, რომელიც ერთი აქედან იყო თავიდან ბოლომდე კომუნისტური ყაიდის, სოციალისტური ყაიდის სახელმწიფო და მეორე დასავლური ყაიდის, დასავლური ეკონომიკის მქონე სახელმწიფო. ამან რასაკვირველია ძალიან ბევრი სირთულეები შექმნა მომავალში, მაგრამ რეალურად აღმოსავლეთ გერმანია იყო სოციალისტური ბლოკის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, ესე ვიტყოდი, იყო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, იმიტომ რომ თავისი ინდუსტრიით, თავისი იმ ჯერ კიდევ დარჩენილი შესაძლებლობებით, საინჟინრო შესაძლებლობებით, გამოცდილებით, იმ ცოდნით, იმ კვალიფიკაციით, რომელიც არსებობდა ადამიანებში, ამ ადამიანებში ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა. ამიტომ ამ პერიოდის მანძილზე რეალურად შევხედავთ ორი გერმანიის განვითარებას. ერთი გერმანია ვითარდება სრულიად სხვა მიმართულებით, ნატოს გამორჩეული წევრი, არის გერმანია, რომელიც არის ჩართული დასავლურ პროექტებში, ჩართულია თავიდან ბოლომდე დასავლეთის მიერ უსაფრთხოებისა და შეკავების, საბჭოთა კავშირის შეკავების სისტემის ჩამოყალიბებაში და მეორე მხრივ არის სამაგალითო, ასე ვთქვათ, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სამკუთხედო საბჭოთა ყაიდის სოციალისტური ქვეყანა, რომელიც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება. ბევრი მაგალითი ცხადყობს იმას, ბევრი მაგალითი გვეუბნება იმას, რომ რეალურად ადამიანების საკმაოდ დიდ რაოდენობას მიაჩნდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიაჩნდა რომ ეს იყო სწორი მოდელი, მიაჩნდა რომ მომავალი შეიძლება ქონოდა იმას, რასაც ერქვა სოციალიზმი, ის გაგება სოციალიზმის როცა საბჭოთა კავშირი ხედავდა და ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა უჭერდა მხარს საბჭოთა კავშირს. და რომ არა ეს გადამტეხი მომენტი 90-იან წლების დასაწყისში, გასული საუკუნის, ჩვენ ალბათ სრულად განსხვავებულ სამყაროში ვიცხოვრობდით. აპრიორი ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ იგულისხმებოდა, რომ გერმანია რაღაც მომენტში უნდა გაერთიანებულიყო, მაგრამ რეალურად დასავლეთ გერმანია ეგუებოდა იმ აზრს, დასავლეთ გერმანიაში პოლიტიკოსები, ასე ვთქვათ, მოაზროვნეები უკვე ფაქტიურად მე-20 საუკუნის 80-იან წლებში უკვე ფიქრობდნენ იმაზე, რომ ალბათ ჩვენ რაღაც მომენტში შევეგუოთ, რომ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ვეღარ გახდება დასავლეთის ნაწილი, ჩვენ უნდა შევემუშაოთ რაღაცა გარკვეული მიდგომა მათთან მიმართებით, რაღაცა ურთიერთობა გქონდეს, მაგრამ არ უნდა იყოს განცდა იმისა, ჩვენ მეთოდის მე ასე ვთქვათ, ისევ შემოვიერთებთ, თქვენ გახსოვთ ძალიან კარგად ვილი ბრანდტის მიერ შემუშავებული აღმოსავლეთის პოლიტიკა, ოსტპოლიტიკა, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ რეალურად გერმანია უნდა ყოფილიყო გერმანიას უნდა ქონდა შემოშევინა კონკრეტული ჩამოყალიბებული პოლიტიკა აღმოსავლეთთან მიმართებით და უნდა ყოფილიყო ჩართო უნდა მომხდარიყო აღმოსავლეთისა სხვადასხვა ხერხებით, მათ შორის უმთავრესი იყო ეკონომიკა, ვაჭრობა, ენერგეტიკა. სწორედ ის ფაქტორები, რამაც ბოლოს გარკვეული სირთულეები შექმნა თანამედროვე მსოფლიოსთვის, მაგრამ რეალურად ეს იყო ყოფილი ჩამოყალიბებული გერმანიის დამოკიდებულება, როგორ ხედავდნენ ისინი აღმოსავლეთთან ურთიერთობას და აქ არ იყო არავითარ შემთხვევაში არ იყო ასე ვთქვათ გააზრებულად საუბარი იმაზე, რომ დღეს ეს ქვეყანა გაერთიანებოდა. ანუ ამის მოლოდინი დასავლეთში დიდწილად არ იყო და აღმოსავლეთი როგორც ყოფილი ამას ვერც ხედავდა უახლოეს მომავალში ამას ეს ფაქტორი არც არსებობდა აღმოსავლეთში. კი ბატონო. სანამ გადავალთ გაერთიანების ნაწილზე, საინტერესოა, რომ დასავლეთ გერმანია გახდა ნატოს წევრი და ჩვენ ვიცით, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთი მიზანი იყო გერმანიის შეკავება, ამ სამხედრო ძალის შესუსტება, მაგრამ ნატოს წევრობის ერთ-ერთი კრიტერიუმი, ასე ვთქვათ, არის, რომ საკუთარი ტერიტორიის დაცვა შეგიძლია და გააქვს თავდაცვის შესაძლებლობები, რომ მაინდა-მაინც დამოკიდებული არ ხარ სხვებზე.
როგორ ბალანსდებოდა ეს? ანუ მაგ პერიოდში მოიხსნა პირველი შეზღუდვები თუ ამ შეზღუდვების ფარგლებში უწევდა დასავლეთ გერმანიას საკუთარი შესაძლებლობების, ასე ვთქვათ, განვითარება? რეალურად მოხდა ის, რომ ცხადია დასავლეთს სჭირდებოდა ძლიერი გერმანია, მათ შორის სამხედრო კომპონენტი ყოფილიყო ძლიერი გერმანიასთან მიმართებაში ეს იყო ძალიან სახიფათო მომენტი, როგორ იქნება შესაძლებელი გერმანიის სამხედრო ძალის განვითარება. გერმანიის ფედერალური ჯარი ამ სახით, რა სახითაც ის დღეს არსებობს, შეიქმნა რეალურად 1955 წელს, ანუ ვერმახტიდან, ძველი გერმანული არმიიდან, ჩვენ პირველად 1955 წელს ხდება გერმანიის თანამედროვე სამხედრო ფედერალური ძალის ჩამოყალიბება, ბუნდესვერის ჩამოყალიბება და ეს ბუნდესვერი თავიდანვე განსაზღვრულია, აქ იქნება ძალიან მაღალი სამოქალაქო კონტროლის ფაქტორი. აქ იქნება და ის დაქვემდებარებული იქნება სამოქალაქო კონტროლისადმი და სამოქალაქო ელემენტი იქნება განსაზღვრული. გერმანიაში არსებობდა კიდევაც ესეთი გამოთქმა, რომ რეალურად ბუნდესვერი არის მოქალაქე ფორმაში. ანუ ეს არის უპირველეს ყოვლისა ეს არის ჯერ მოქალაქე და შემდეგ მხოლოდ ჯარისკაცი. ანუ ეს იყო ძალიან კარგად გააზრებული, კარგად ასე ვთქვათ, წარმოდგენილი თუ რა ფუნქცია და როლი უნდა ეტვირთა ბუნდესვერს გერმანულ საზოგადოებაში, სწორედ იმიტომაც რომ აღარ მომხდარიყო სახელმწიფოს დაქვემდებარება, სახელმწიფოს რაღაც მომენტში მოქცევა ჯარის ქვეშ, არმიის ქვეშ და ამისათვის მოფიქრებულ იქნა სწორედ ეს ამაღლება სამოქალაქო განზომილების, სამოქალაქო კონტროლის, სამოქალაქო პოლიტიკისთვის დაქვემდებარება ჯარისა, რამაც რეალურად ჩემი აზრით სულად განსხვავებული შედეგი მივიღეთ ჩვენ წლების მანძილზე. რეალურად გერმანია თავშეკავების პოლიტიკა, ის პოლიტიკა, რომელიც არსებობდა გერმანიაში, რომ აღარ უნდა განმეორებულიყო ის, რაც მოხდა პირველ და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. აღარ უნდა მოკავთარი განმეორებულის ტრაგედია, რასაც ადგილი ჰქონდა ევროპაში და ამაში გერმანიის წვლილი არ უნდა ყოფილიყო, გამოიწვევს, რომ გერმანიის არმია, გერმანიის შერეღებული ძალები რეალურად განსაკუთრებული თავშეკავებით გამოირჩეოდა. ანუ იყო მაქსიმალური თავშეკავება, მაქსიმალური უკან დახევა, მაქსიმალური დისტანცირება. მე ვიტყოდი აი ამ ისეთი სახის საერთაშორისო ოპერაციებიდან, ისეთი სახის ჩართულობით და სადაც თქვათ იქნებოდა არა თავდაცვითი ხასიათის მატარებელი ოპერაციები, გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა მაქსიმალურ თავშეკავებით და საზოგადოებაში ყოველთვის ნებისმიერი მონაწილეობა ბუნდესვერისა, ნებისმიერ სახის ოპერაციაში იქნებოდა ძალიან დიდი განხილვის საკითხი იყო ყოველთვის, ჩვენ გვახსოვს ყოველს ძალიან კარგად ავღანეთში გერმანელების მონაწილეობა იყო ძალიან ხანგრძლივი განხილვის საკითხი გერმანულ საზოგადოებაში და ძალიან დიდი დებატების საფუძველი, რამდენად გააჩნდა გერმანიას უფლება იმისა, რომ რეალურად კიდევ რაიმე სახის სამხედრო ოპერაციებში მიიღო მონაწილეობა. მაგრამ ახლა ჩვენ ვსაუბრობთ გერმანიის ფედერალურ არმიაზე და გერმანიის სამხედრო სიძლიერეზე, აქაც უნდა გვახსოვდეს, რომ რეალურად არ მარტო გერმანიის შიგნიდან მოხდა დამოკიდებულების და აღქმის ცვლილება გერმანული ჯარისადმი, არამედ გერმანიის ფარგლებს გარეთაც დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად მომგებიანი იქნებოდა, რამდენად სასარგებლო იქნებოდა ევროპისთვის, ზოგადად ევროპული უსაფრთხოებისთვის უფრო ფართო სურათში სუსტი გერმანია, სუსტი გერმანული ჯარი და მე ყოველთვის ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია ის განცხადება, რომელიც თავის დროზე წინა ხელისუფლებაში მყოფმა ასევე საგანსაკუთრებო მინისტრმა მაშინ შიკორსკიმ გააკეთა განაცხადი გერმანიაში, ბერლინში 2011 წელს, მან თქვა, რომ მე უფრო ნაკლებად მეშინია ძლიერი გერმანიის, ვიდრე უმოქმედო გერმანიის, ანუ უფრო ნაკლებად მაშინებს ძლიერი გერმანია ვიდრე უმოქმედო გერმანია. ამით პირდაპირ ეს იყო ასე ვთქვათ პირველი განაცხადი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების მხრიდან, პოლონეთი ცხადია ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი ყველაზე გერმანიისა, სადაც რეალურად გერმანელებიც კი დაინახეს, რომ არსებობდა მოთხოვნა ევროპაში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, უფრო ძლიერ გერმანულ ელემენტს, უფრო ძლიერ გერმანულ შემადგენელზე, უფრო მეტად იყო საჭირო, უფრო ძლიერად გერმანიის წარმოდგენა ევროპულ სივრცეში, ევროპულ განზომილებაში და აქ პირველად განისაზღვრა ის, რომ რეალურად აუცილებელი იყო გერმანიასაც დაიწყო ფიქრებაც, თუ რა ფორმით როგორ მოახერხებდა ის აი ამ ვაკუუმის შევსებას, მე ვიტყოდი აი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რომელიც გაჩნდა მაშინ უკვე გაჩნდა კი მაშინ უკვე ამაზე ღიად დაიწყო საუბარი ევროკავშირის ფარგლებში. გერმანიის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია, რაზეც ნაწილობრივ ახლა ვისაუბრეთ, ორი გერმანიის, ორი სხვადასხვა ქვეყნის გაერთიანება. ეს ქვეყნები იმდენად განსხვავებული იყო თავისი ისტორიული განვითარების წარსული, თავისი სისტემებით, თვითონ ადამიანის ბუნებით. როგორ მოხერხდა და მოხერხდა თუ არა დღემდე ამ ორი გერმანიის გაერთიანება ერთიან, ასე ვთქვათ, ერთი ნარატივის ქვეშ მყოფ სახელმწიფოში?
ძალიან კარგი კითხვაა რეალურად. დიახ, ჩვენ საქმე გვაქვს აქ რეალურად ორ სხვადასხვა სახელმწიფოსთან, რომლებიც გაერთიანდნენ 91 წელს, გასული საუკუნის 91 წელს, 1991 წელს და რეალურად ჩვენ გავიარეთ 34 წელი გავიდა, ხო? დაახლოებით 35 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ რეალურად ჩვენ ვერ ხედავთ ჯერ ბოლომდე აღმოსავლეთის ინტეგრაციას დასავლეთთან. ჩვენ ვერ ხედავთ, რომ ეს პროცესი დასრულებულია. მოდით ვისაუბროთ, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რეალურად ამას კიდე ძალიან დიდი დრო დაჭირდება, სანამ მოხდება სოციალურად ინტეგრაცია ამ ნაწილისა გერმანიაში. ჩვენ აქ გვაქვს მნიშვნელოვანი განსხვავებები, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით გვაქვს, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით გვაქვს მნიშვნელოვანი განსხვავებები, ანაზღაურების თვალსაზრისით, ანუ სხვადასხვა დღემდე ნარჩუნდება სხვადასხვა ხასიათის ანაზღაურება ერთ ქვეყანაში, ერთ-იგივე სახის სამუშაო შესრულებაზე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სოფხედულობრივი განსხვავება იმისა, თუ რა როლი უნდა ქონდეს გერმანიას ევროპაში, როგორ ხედავენ ადამიანები ერთი და მეორე ბანაკიდან საკუთარი ქვეყნის როლს და ეს პროცესი არ დასრულებულა. რომ შევინაჩუნოთ, ასე ვთქვათ, დიპლომატიურად უნდა ვთქვათ, რომ ეს პროცესი გრძელდება და მას გერმანელებს აღიარებენ. ეს პროცესი არ არის დასრულებული, ძალიან დიდი დრო უკლია მას დასრულებამდე. ორი ქვეყნის გაერთიანება არ დამთავრებულა. ყველაზე ნათელი მაგალითი ამისა ჩვენ შეიძლება ვნახოთ ბერლინში, თავად ბერლინიც არის რეალურად ორი დიდი დედაქალაქის, ორი სრულად განსხვავებული დიდი დედაქალაქის გაერთიანება, სადაც ფაქტობრივად ყველაფერი მეორდება, რომ დაწყებული უნივერსიტეტებიდან დამთავრებული, გაგრძელებული ოპერით, საოპერო თეატრებით, გაგრძელებული ნებისმიერი სხვა, ასე ვთქვათ, დედაქალაქისთვის დამახასიათებელი აუცილებელი, ასე ვთქვათ, კუთხით, ყველაფერი არის ორმაგად წარმოდგენილი. ანუ პროცესი გრძელდება და ამას დაჭირდება გარკვეული პერიოდი, სანამ ჩვენ დავინახავთ ახალ ერთიანი პოზიციის მქონე გერმანიას. მე მიმაჩნია, რომ ბევრი თანამედროვე გამოწვევაზე ჩვენ მოგვთ ვისაუბროთ ცოტა მოგვიანებით, ბევრი თანამედროვე გამოწვევა, რომელიც გერმანიაში არსებობს, სწორედ გამოდიარებს იქიდან, რომ ეს განსხვავებული ხედვა აღმოსავლეთ ფედერალურ მიწებზე რაღაც მომენტში უფრო მეტი საფუძველი შეიძინა ამ ყველაფერმა და მე რას გულისხმობ ამ ყველაფერში გულისხმობ ალტერნატივა გერმანიისთვის, აგეცოთ AfD-ს ჩვენთვის მსოფლიოს უკვე კარგად ცნობილ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ორი კვირის წინ გახდა ყველაზე უფრო მეტად მხარდაჭერილი, ანუ 28%-ამდე მისი მხარდაჭერა გერმანიაში, რაც ჩემი აზრით ძალიან დიდ გამოწვევას წარმოადგენს. არ მარტო გერმანიაში, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის და პირველ რიგში ევროპისთვის. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა ეს ორი უზარმაზარი სახელმწიფო ევროპის ცენტრში გაერთიანდა, ორი დედაქალაქი გაერთიანდა, თითქოს ამან უნდა წარმოშოს პრაქტიკულად ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ექნება არა მარტო ლოკალური, არამედ გლობალური გავლენები. ამ გაერთიანებამ გერმანია გააძლიერა თუ უფრო რთული და ბევრი გამოწვევები გაუჩინა? მე ვიტყოდი, რომ ორივე ერთად, რასაკვირველია, ამან რეალურად მოახდინა ახალი ძლიერი, როგორც უფრო დიდი, როგორც ფიზიკურად, როგორც გეოგრაფიულად უფრო დიდი, ასევე ეკონომიკურად უფრო ძლიერი სახელმწიფოს წარმოქმნა, მაგრამ ამავე დროს გახადა ის უფრო კომპლექსური, გახადა ის უფრო რთული, გახადა ის უფრო მეტი გამოწვევის წინაშე მყოფი ქვეყანა და რასაც ჩვენ რასაკვირველია ვაკვირდებით, ყველაზე კარგი მაგალითი ჩემი აზრით არის ამის დასანახად არის ყველაზე კარგი მაგალითი დამოკიდებულება მსოფლიოსადმი 1990 წლების დასაწყისში და დღევანდელ დღეს. ანუ ჩვენ რეალურად რომ დავინახოთ როგორ ტრანსფორმირდა გერმანია ამ წლების მანძილზე, ჩვენ უნდა შევხედოთ თუ რა საკითხები იყო დღის წესრიგში გერმანიისთვის აქტუალური მისი გაერთიანების პერიოდისთვის 90 წლების დასაწყისისთვის და როგორ აღიქვავს ის დღევანდელი დღის გადმოსახედიდან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. ორი სხვადასხვა ქვეყანაა რეალურად, იმიტომ რომ 90 წლების დასაწყისში გერმანია უფრო მეტწილად კონცენტრირებული იყო ევროპულ კონტინენტზე, უფრო მეტად ანაღლებდა, უფრო მეტად დაინტერესებდა მას აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პროცესები, უფრო მეტად ის დაინტერესებული იყო თუ როგორ გამართარდებოდა ევროპის კონტინენტზე არსებული რეალობა, როგორ იქნებოდა ევროპის მომავალი, როგორ იქნებოდა ევროკავშირის მომავალი, სად იქნებოდა, რა იქნებოდა გერმანიის როლი. რომ ამ თვალსაზრისით ასევე შემდგომში ვისაუბროთ ამაზე, საინტერესო მგონია ასევე ორედუსით ვთქვათ, ინტერესი საქართველოსადმის გაცილებით დიდი იყო ამ პერიოდში. სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებდა მას, არა მარტო ეს ერთი განზომილება, მაგრამ დღევანდელი გერმანია არის სრულად განსხვავებული ქვეყანა. დღევანდელი გერმანია უკვე არის მსოფლიო მოთამაშე, მსოფლიო აქტორი, ის არა მარტო ევროპაში მიმდინარე პროცესებს განიხილავს მის უშუალო ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, არამედ ის მსჯელობს საკითხებზე ირანთან მიმართებით, ჩინეთთან მიმართებით, აფრიკის კონტინენტთან მიმართებით, სამხრეთ ამერიკის კონტინენტთან, ანუ
გერმანიის მასშტაბურად ზრდა გამოიწვია მისმა გაერთიანებამ და მის პერსპექტივა გერმანიის შეიცვალა მას შემდეგ რაც ის გაერთიანდა და გახდა სრულად ახალი საერთაშორისო სუბიექტი გასული საუკუნის 90-იან წლებიდან მოყოლებული. ორი სხვადასხვა ქვეყანა, ორი სხვადასხვა ხედვა, ორი სრულად განსხვავებული ამბიციის მქონე ქვეყანა თავისი სირთულეებით, რასაკვირველია, თავისი თავშეკავებით, თავისი მე ვიტყოდი ესეთი ისტორიული კომპლექსებით, თუ შეგვიძლია ასე დავარქვათ ყველაფერს, რამაც განაპირობა ამ ქვეყნის განვითარება გარკვეულ პერიოდამდე. ამაზეც ალბათ ისე. კი, საინტერესო არის თვითონ რუსეთის როლი ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ჩვენთან გავრცელებულია ეს იდეა, რომ გერმანია, ასე ვთქვათ, პრორუსული არის სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. რა როლი ქონდა რუსეთს ამ ყველაფერში და გერმანიაში რა დამოკიდებულება იყო გაერთიანების შემდეგ რუსეთის მიმართ? დიახ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გერმანია-რუსეთის ურთიერთობებზე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ურთიერთობებს აქვს ძალიან საინტერესო ისტორიული წანამძღვრები, ხო? ანუ გერმანია იყო ევროპის კონტინენტზე ყოველთვის ანგარიშს უწევდა ყოველთვის რუსეთის ფაქტორს, მას მიაჩნდა ყოველთვის, რომ რუსეთის გარეშე შეუძლებელი იქნება ნებისმიერი სახის განვითარება კონტინენტზე და ეს ურთიერთობები არ დაწყებულა მეორე მსოფლიო ომის და პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, ყოველთვის იყო გარკვეული დამოკიდებულება, ხო? იგივე ეკატერინე დიდი, იგივე სამეფო ოჯახებს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები გერმანელების გადმოსახედიდან რუსეთი იყო ევროპის კონტინენტის შემადგენელი ნაწილი, ევროპის ასე ვთქვათ, არქიტექტურის შემადგენელი ნაწილი და აუცილებელი იყო მასთან რაღაცა ფორმის საერთო ენის გამონახვა, მასთან ურთიერთობების ჩამოყალიბება. მეორე მსოფლიო ომის მერე რეალობა ფაქტიურად იცვლება, ვინაიდან აქ რამდენიმე საკითხი არის, ხო? ეს არის ჯერ დამარცხება, ეს არის მარცხი, რომელიც გერმანიას რომელსაც გერმანიის თვალის გასწორება მოუწია, ეს არის დამოკიდებულების ზრდა ენერგომატარებლებზე, რომელიც გერმანიაში აუცილებელი იყო. ანუ გერმანიაში მიუხედავად ამ უდიდესი მარცხისა, რომელიც და განადგურების ქვეყნის განადგურებისა, მას დარჩენილი იყო ქარხნების ძალიან დიდი ნაწილი, დარჩენილი იყო ექსპერტიზის ძალიან დიდი ნაწილი, იყო ინჟინერი, ანუ კვალიფიციური ინჟინერების, კვალიფიციური ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც კარგად ესმოდათ, რომ იმისათვის, რომ მოხდეს რაღაცა ფორმით ქვეყნის განვითარება, ინდუსტრიული განვითარება, ამის აუცილებელია ენერგომატარებლები, ამის აუცილებელია ძალიან დიდი რაოდენობით ენერგია და ამის ერთ-ერთი წყარო შესაძლებელია იყოს რასაკვირველია რუსეთი და გარდა ამისა ჩვენ გვინდა რომ რაღაცნაირად ეს განცდა ყოველთვის არსებობდა გერმანელებში, გერმანიაში რომ რაღაცა ფორმით მოხდეს საბოლოო შერიგება, საბოლოოდ ამ კონფლიქტური სიტუაციის დასრულება, რუსეთთან რაღაცა საერთო ენის გამონახვა. ბევრი სხვადასხვა მოდელი მოისინჯა. რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით და ერთ-ერთი ბოლო მოდელი, რომელიც არსებობდა და ყოველთვის ძალიან კარგად ცნობილია, განსაკუთრებით ჩვენო მაყურებელმა იცის ამ შესახებ, ეს არის დაახლოება ვაჭრობის გზით. ანუ დაახლოება რაღაცა ფორმით გერმანელებთან, რუსებთან საერთო ენის გამონახვა, მათთან ეკონომიკური ურთიერთობის ახალისების მეშვეობით. ამის ძალიან ბევრ გერმანელ ანალიტიკოს, ძალიან ბევრ გერმანელ პოლიტიკოს ღრმად სწამდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა რუსეთთან საერთო ენის გამონახვა, თუ ჩვენ როგორც გერმანელები ვიყიდით მათგან ენერგომატარებლებს, ვიქნებით მათგან შევქმნით აი ურთიერთდამოკიდებულებას რუსეთთან, გვექნება მათთან ძალიან აქტიური ვაჭრობა, იქნება ძალიან ბევრი კომპანია იქნება წარმოქმნილი. ანუ ეს ხდებოდა არა მარტო სასარგებლო რუსეთისთვის, არამედ ეს ხდებოდა სასარგებლო გერმანიისთვისაც. ანუ ჩვენ უნდა შევხედოთ ამას მხოლოდ ისე, რომ ამით მხოლოდ რაღაც რუსეთის მდგომარეობიდან ამოყვანას ცდილობდა გერმანია. არა, ეს იყო რასაკვირველი სასარგებლო გერმანიისთვისაც თავისთავად, ეს იყო უდიდესი გასაღების ბაზარი გერმანიაში, ეს იყო უდიდესი იაფი ენერგიის ბაზარი გერმანიისთვისაც და რეალურად აქ იყო განცდა იმისა, რომ ყველაფრის და მიუხედავად გერმანიასთან რუსეთთან შესაძლებელია საერთო ენის გამონახვა, თუ ჩვენ მას ეკონომიკურად და ენერგეტიკულ დამოკიდებულებაში მოვაქცევთ. თუ ჩვენ მათთან შევქმნით ისეთ გარემოებას, რომ ისინი ჩვენთან იქნებიან მუდმივად დაინტერესებული ენერგო მატარებლების, ასე ვთქვათ, მოყიდვით, ჩვენ ვაჭრობის განვითარებით, ეკონომიკური ურთიერთობებით, თუ ეს მხარე იქნება საკმაოდ ძლიერი, ჩვენ შევძლებთ მომავალში მათთან პოლიტიკურ დაახლოვებასაც და მათთან ასე ვთქვათ კონფრონტაციის გამორიცხვას. როგორც დრომ და ისტორიამ ცხადყო, ეს თავიდან ბოლომდე მცდარი დამოკიდებულება მცდარი, სრულად ფუჭი იმედი გამოდგა. ვერანაირმა ენერგოდამოკიდებულებამ, ვერანაირმა ეკონომიკამ, ვაჭრობამ, ვერანაირმა ასე ვთქვათ განზომილებამ ვერ უზრუნველყო რეალურად რუსეთის რევანშისტული ძრახვების შეკავება, რუსეთი
რუსეთმა არ გაუწია ანგარიში არაფერს, რაც აქამდე ქონდა მას ჩამოყალიბებული და რუსეთის მხრიდანაც გერმანია განხილდა როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ევროპის კონტინენტზე. რუსეთს ყოველთვის ძალიან დიდი იმედი ჰქონდა იმისა, რომ ექნებოდა ყოველთვის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო ასე ვთქვათ, განსაკუთრებული დამოკიდებულება გერმანიასთან უზრუნველყოფდა მისი ინტერესების დაცვას ევროპაში, რაც რეალურად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას ადგილი ჰქონდა, ხო? ძალიან დიდი ხნის მანძილზე გერმანიის ხელისუფლება ანგარიშს უწევდა, იმ სასურველზე მეტად ანგარიშს უწევდა რუსულ ინტერესებს ევროპაში და მიზანმიმართულად არ იმჩნევდა იმ რეალობას, რომელიც ვითარდებოდა რუსეთის უახლოეს სამეზობლოში და მის პირველი მაგალითი და ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია რასაკვირველია საქართველოს 2008 წელი რუსეთის პირდაპირ სამხედრო აგრესია ჩვენ ქვეყნის წინააღმდეგ და ის მოვლენები სამის შემდეგ გამართა, მაგრამ რეალურად გერმანიას არ უნდოდა იმის დანახვა, რეალობის აღქმა არ უნდოდა გერმანიას, რაც იყო სინამდვილეში. გერმანიას ეგონა რომ შესაძლებელი იყო ამ ყველაფრის ამდენი ინვესტიციის, ამდენი შრომის შემდეგ ამას აუცილებლად უნდა გამოეღო შედეგი რუსეთთან მიმართებაში და ეს განსაკუთრებული ურთიერთობის ძალიან დიდი ხნის მანძილზე სწამდათ ადამიანებს ჯეროდათ გერმანიაში. ეს თავიდან ბოლომდე შეიცვალა. დღევანდელ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ სრულიად კიდევ ახალ გერმანიასთან გვაქვს საქმე, სრულიად სხვა განწყობების მქონე ქვეყანასთან გვაქვს საქმე და სრულიად ახალი დინამიკა იბადება დღევანდელ დღეს გერმანიაში, რომელიც ჩემზე ძალიან საინტერესოა და ძალიან მრავლის თქმელია იმაზე თუ რა დინამიკით განვითარდება მოვლენები უახლოს მომავალში ევროპაში. კი ბატონო, სანამ გადავალთ ამ თემებზე, საინტერესო თვითონ ენერგეტიკის თემა, Nord Stream-ზე ხშირად არის საუბარი. აღქმები არის, რომ გერმანია ხანდახან მიზანმიმართულად ცდილობდა ასე ვთქვათ, დამოკიდებული გამხდარიყო ანუ დივერსიფიცირების და ალტერნატიული ხაზების მიმართულებით არ ჰქონდათ მაინდა-მაინც ბევრი გეგმები. ანუ ერთი არის, რომ შესაძლებელია რუსეთზე ზეგავლენას ცდილობ ვაჭრობით, ანუ ჩაითრიო ეკონომიკურ ვაჭრობაში და შემდეგ ძალიან გაუძვირო მას რაიმე ტიპის ავანტიურა, მაგრამ მეორე არის ამის დაზღვევა, ხო, ვთქვათ, არ გამოვიდა, რამე ალტერნატიული წყაროები მოიძიო. ამ მიმართულებით საერთოდ არ იყო შეიძლება იყო, მაგრამ იმ დონეზე არ იყო, რომ რამე დიდი გავლენა ჰქონოდა საუბარი და საინტერესოა ეს დამოკიდებულება ენერგეტიკის მიმართ. ეს იყო გამოწვეული თვითონ ამ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებიდან, რომ რუსეთთან რამე მჭიდრო კავშირები ყოფილიყო, თუ იმდენად იაფად იღებდა ამ ნავთობს და გაზს, რომ უბრალოდ არ უღირდა სხვა მიმართულებით გახედვა. მე მგონი რასაკვირველია, აქ უნდა ჩვენ რამდენიმე ფაქტორს და მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ დაახლოებით 80-იანი წლების დასაწყისიდან ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემოს დაცვას, ბუნების ასე ვთქვათ საკითხებს, გერმანიაში მწვანეთა მოძრაობა განსაკუთრებულ ასე ვთქვათ ძალას იკრებს. ჩვენ ერთის მხრივ ცხადია, გერმანია სარგებლობდა იმით, რომ იღებდა შედარებით იაფად ენერგომატარებლებს რუსეთისგან და ამით მას შეიძლება ჰქონდა რომ საკუთარი ინდუსტრია განავითარებინა, მაგრამ გერმანიაში ასევე ჩამოყალიბდა იმის განცდა, რომ ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ და იმ დიდი ზიანის შემდეგ, რომელიც შესაძლებელია ჰქონდეს ატომურ ელექტროსადგურებს სოფლიოში, გერმანიამ რაღაც მომენტში უნდა ამაზე თავიდან მომდე ვარი თქვას და გერმანია არ იყო ატომური ქვეყანა, ატომური იარაღის ქვეყანა არ იყო, მას ჰქონდა ატომური ელექტროსადგურები, მაგრამ ის ატომური იარაღს არ აწარმოებდა რასაკვირველია, მაგრამ გერმანელებმა ჩათვალეს რაღაც მომენტში, რომ აუცილებელი იყო თავის გადაზღვევა ნებისმიერი სცენარის ნებისმიერი განვითარებისთვის და მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ თანმიმდევრული გადასვლა ალტერნატიულ ენერგომატარებლებზე და სანამ ეს პროცესი დასრულდება, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ იმით, რაც არის და ამ მომენტში ეს იყო გაზი, იაფი ქვანახშირი, რომელსაც ისინი იღებდნენ რუსეთისგან და აქ მოხდა ჩემი აზრით ძალიან დიდი შეცდომის დაშვება, როდესაც გერმანიამ უარი თქვა ატომურ ენერგეტიკას. ანუ როდესაც ჩვენ საუბრობთ, ერთია, როდესაც საუბარია საბჭოთა მენეჯმენტის ქვეშ მყოფ გაუმართავ ცუდად დაპროექტებულ ატომურ ელექტროსადგურზე, რომელსაც წარმოადგენს ჩერნობილი და ის მოდელი, რომელიც იქ არის ალბათ ვიცით რომ ყველგან დანარჩენი ძალიან ბევრია მსგავსი მოდელის მქონე რეაქტორები პოსტსაბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მეორე არის გერმანული მენეჯმენტი, გერმანელების მიერ წარმოებული
ატომური ენერგეტიკა, ვფიქრობ, რომ ძალიან ადრეულ ეტაპზე მოხდა ამ საკითხის მოხსნა, ამ საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა. გერმანელებმა ვერ გათვალეს ის, რომ რაღაც მომენტში შესაძლებელია მოხდარიყო ის, რაც მოხდა რეალურად, რომ რუსეთი განვითარებული იყო და ჩამოყალიბებულიყო სრულად პირდაპირ აგრესორად ევროპაში და თავს დასხმოდა ევროპის ქვეყანას და მოეხდინა ის, რასაც აკეთებს რუსეთი უკვე მეხუთე წელია, პირდაპირ ომი ეწარმოებდა ევროპის კონტინენტზე და ამას თავიდან ბოლომდე გამოერიცხა იმ შესაძლებლობა, რომ რაღაცა ფორმით კიდევ იქ დარჩენილიყო შესაძლებლობა რუსეთთან ნორმალურ რეჟიმში საუბროს, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების, ენერგეტიკული ურთიერთობის განვითარების. ანუ რამდენიმე ფაქტორია ჩემია, ეს დინამიკა, რომ მწვანე ენერგეტიკა, გადასვლა ალტერნატიული ენერგიის წყაროების მოძიება, ტრანზიციული პერიოდი 2030-მდე, ჩამოყალიბებული დღის წესრიგი ჰქონდა გერმანიის 2030-მდე უნდა უზრუნველყო თავიდან ბოლომდე ალტერნატიულ ენერგიაზე გადასვლა გერმანიისა და ანუ მოხდა კონკრეტული სამიზნების იდენტიფიცირება გერმანელების მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ ჩემთვის იყო ძალიან ნადრევი და ძალიან, ასე ვთქვათ, არასწორი ნაბიჯი, ვინაიდან დღევანდელ დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ის რაც ხდება, ასე ვთქვათ, რის მიტაცაც მიუყოფებით, გერმანიამ ფაქტობრივად დაკარგა სწორედაც რომ ეს ალტერნატივა დაკარგას იაფი გაზის წყარო და რუსეთი პირდაპირ მოწინააღმდეგეთ გადაიქცა. ანუ გამოირცხა უახლოს მომავალშიც კიდე იგივე სახის ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან, იგივე ურთიერთობაში დაბრუნება. კითხვის ნიშანი ასევე ისმის იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის შეუძლებელი ამ ატომური სადგურებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფიზიკურად არსებობს, მაგრამ ასე დახურვის რეჟიმში გადაყვანილი ატომური სადგურები, რატომ შეუძლებელი მათი ხელახლა ამუშავება, აქაც ესეც საზოგადოებაში ძალიან დიდი დისკუსიის საგანია, რამდენად ღირს დაბრუნება ატომური ელექტროენერგიის გამომუშავებისადმი და ხომ არ შეგვიძლია ჩვენ უფრო მეტი ენერგია, უფრო მეტი თანხა მივმართოთ ისევ ალტერნატიული ენერგიის გასანვითარებლად, იქნება ეს ქარის წისქვილები, იქნება ეს მზის ენერგეტიკა, თუ სხვა ბიო გადამამუშავებელი, ასე ვთქვათ, ენერგოსადგურები, ხომ არ ჯობია რომ რახან უკვე პროცესი დაწყებულია, ხომ არ გავაგრძელოთ ჩვენ და მივიყვანოთ ეს ენერგოტრანზიციის პროცესი ბოლომდე და აღარ დაუბრუნდეთ ძველს. ეს საკითხი დღესაც არის გახილვის თემა გერმანულ საზოგადოებაში, არ დასრულებულა ამაზე საუბარი, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია სუფთა ტექნიკური თვალსაზრისით იმ ატომური სადგურების ხელახლა ამუშავება, ამოქმედება ძალიან რთული იქნება, რომლებიც ამ დახურვის რეჟიმში იმყოფებოდნენ ბოლო დაახლოებით 15 წელია. და მათი ხელახლა დაბრუნება სისტემაში, ენერგოსისტემაში იქნება ძალიან რთული პროცესი, შესაძლოა ძალიან ფინანსურად ძალიან ძვირი პროცესი იქნება. მაგრამ მეორეს რომ უნდა გვახსოვდეს, რომ გერმანია არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ალტერნატიული ენერგიის განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ვისაუბრეთ ახლა ისეთ წყაროებზე, როგორც არის მზის, ქარის, ზღვის და ასე შემდეგ, მაგრამ გერმანია არის მოწინავე ეგ წოდებული სინთეზის, ატომური სინთეზის ენერგიის თვალსაზრისითაც, რამდენიმე დღის წინ შემხვდა სტატია, რომ გერმანიაში შეიძლება პირველად მოხდეს აი სწორედ ამ უნიკალურ ენერგიის წყაროს ამუშავება, რომელიც ფაქტობრივად ულიმიტო ენერგიის გამომუშავების საშუალებას აძლევს ნებისმიერ ქვეყანას. რამდენიმე ქვეყანა მუშაობს ამაზე, მოწინავე გერმანია, ჩინეთი და შეერთებული შტატები. ეს არის ფიზიკური სინთეზის არა ვარ სპეციალისტი. იგივე ფიზიკის კანონებზეა, რაც მზეში ხდება. დიახ. ორი ატომის შერწყმა, მერე გახლეჩვა, რომელსაც თან არ ახლავს არანაირი რადიაცია, არ ახლავს არანაირი ჰაერის დაბინძურება, გარემოს დაბინძურება, ანუ ამაზე აქცენტის გადატანა ჯობს თუ ისე წარსულს მიბრუნება, ეს დისკუსია ვითარდება ხა გერმანიაში, ვფიქრობ რომ ალბათ ჩემს მომავალში ყურება იქნებოდა უკეთესი, ოღონდ რასაკურველია არასაკუთარი ინდუსტრიის დაზარალების, საკუთარი ეკონომიკის, საკუთარი მოქალაქეების დაზარალების ხარჯზე, მაგრამ რეალურად ჩვენ რაღაც ახალის წინაშე ვიმყოფებით. ძალიან საინტერესოა ჩვენ მიმართებით რომ გადავიდეთ, აი დაახლოებით 2008 წლამდე მივედით ქრონოლოგიურად. გერმანია იყო ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს და უკრაინის ნატოში წევრობაზე თქვა უარი. ერთ-ერთი მოწინავე იყო ამ მიმართულებით. ჩვენ ვისაუბრეთ გერმანიის რუსეთისადმი დამოკიდებულებაზე, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით კავშირებზე. რამ განაპირობა გერმანიის სკეპტიციზმი საქართველოს და უკრაინის წევრობაზე? აქედან დავიწყოთ და შემდეგ შეგვიძლია უკვე გავშალოთ. კი ბატონო, 2008 წელი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, ვინაიდან 2008 წელს რუსეთი პირველად ახორციელებს თავდასხმას მის უშუალო სამეზობლოზე, მეზობელზე, საქართველოზე. რუსეთი პირველად
იწყებს ამ საერთაშორისო საზოგადოების რეაგირების გამოცდას, რეაქციის გამოცდას. რუსეთი პირდაპირ შეუნიღბავად ღიად ესხმის თავს საქართველოს და ელოდება და აკვირდება იმ პასუხს თუ რა მოხდება, რეალურად როგორ განვითარდება მოვლენები ამის შემდეგ. 2008 წლამდე ჩვენ მქონდა ძალიან საინტერესო 2008 წლის აგვისტომდე იყო ძალიან საინტერესო ბუქარესტის სამიტი, ნატოს სამიტი, რომლის დროსაც რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო დღის წესრიგში განსახილველი, ეს იყო საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების შესაძლებლობა. ეს ნატოს ფარგლებში წარმოადგენს იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ბოლო ნაბიჯი ქვეყნების ნატოში გაწევრიანებისკენ და როგორც ჩვენთვის ცნობილია, გერმანია არა მარტო ერთ-ერთი, არამედ ყველაზე მთავარი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა ამ პროცესისა. გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ რეალურად ეს არ მომხდარიყო, რომ საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით არ მომხდარიყო ამვალდებულების აღება და საქართველოსა და უკრაინას არ მიენიჭებინათ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. ბევრი ანალიტიკოსი, ბევრი სპეციალისტი საუბრობს იმაზე, რომ რეალურად ანგელა მერკელისვე იდეით მოხდა რეალურად უფრო მეტი დაპირების აღება ჩვენთან მიმართებით, ვინაიდან განისაზღვრა საბოლოო ჩანაწერში იყო რომ საქართველოს და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები, ოღონდ თარიღი დრო არ იყო განსაზღვრული, ანუ გაწევრიანების სამხედრო გეგმის მაგივრად მივიღეთ ჩვენ ეს ჩანაწერი, როგორც ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ასე ვთქვათ, კონსტრუქციული ნაბიჯი, შეთანხმების ერთ-ერთი შესაძლებლობა ნატოსთან, მაგრამ ეს იყო ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ალიანსისა და დიდი შეცდომა ჩემი აზრით გერმანელების მხრიდან, ვინაიდან ეს იყო პირდაპირი ნიშანი რუსეთისთვის, რომ დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოს და უკრაინას მიმართებით არ იყო ბოლომდე, ასე ვთქვათ, კონფრონტაციული, ანუ საქართველოს და უკრაინას დაცვისთვის დასავლეთი არ იყო მზად იმ პერიოდისთვის. ეს რუსეთმა მიიღო სწორედ ისე, რასაც ისინი ელოდებოდნენ 2008 წლის აგვისტოში მოხდა პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია საქართველოსზე და მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე უკვე პირდაპირი სამხედრო გზით ოკუპაცია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი, მაგრამ ჩვენ სანამ აქამდე მივალთ, მინდა რომ უბრალოდ ეს პერიოდი აღწევოთ კარგად, რა განწყობები არსებობდა გერმანიაში და აქედან გამომდინარე ალბათ ძალიან საინტერესოა. ამ პერიოდში გერმანიაში ასეთი გამოთქმაც კი არსებობდა, რომ გარკვეული ადამიანები უკიდურესად მეგობრულად, უკიდურესად კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ რუსეთის მიმართ. ანუ იყვნენ რუსეთის პოზიციის გამზიარებლები, რუსეთის პოზიციის გამგები, რუსეთის ასე ვთქვათ, ხედვის მაქსიმალურად კარგად თითქოს მათი მიერ მაქსიმალურად კარგად ხედავდნენ რუსეთის პოზიციას და ამ ადამიანების დამოკიდებულება იყო ის, რომ რეალურად ნატოს ფარგლების გაფართოვებით, აი ამ ვალდებულების აღებით რაღაცა ფორმით მოხდებოდა რუსეთის გაღიზიანება, ან ეს იქნებოდა რუსეთისთვის წითელი ხაზი. თუმცა რაღაცა მინდა ძალიან კაფიოდ ცალსახად ვთქვა, რომ არასდროს თანამედროვე უახლეს ისტორიის მანძილზე არ ყოფილა არანაირი დაპირება არც რუსეთისთვის მიცემული, არ ზოგადად გაჟღერებული, რომ ნატო არ გააგრძელებდა საკუთარი ფარგლების გაფართოებას და არ მოხდებოდა იმ ქვეყნების გაწევრიანება ნატოში, რომელსაც ამის სურვილი გააჩნდათ. ანუ ეს არის თავიდან ბოლომდე რუსეთის მიერ შეთხზული მითი, რომ თითქოს გორბაჩოვს მიცეს დაპირება, რომ აღარ მოხდებოდა ნატოს გაფართოება აღმოსავლეთის მიმართ. ეს არის თავიდან ბოლომდე რუსული პროპაგანდაზე აწყობილი მითი, რომელსაც ჩვენი ქართული პროპაგანდისტები, რუსი პროპაგანდისტები ძალიან აქტიურად ტირაჟირებენ და საუბრობენ ამაზე ძალიან ხშირად, რომ თითქოს ეს დაპირებები არსებობდა და ამიტომ ეს არ უნდა მოხდეს. არა, ეს არის თავიდან ბოლომდე მოგონილი ამბავი, არც ერთ მომენტში არსად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რაღაცა ფორმაში, ან ფორმალურად, ან არაფორმალურად, ან სიტყვიერად, ან კულისებს მიღმა ყოფილიყო მსგავსი დაპირების მიცემა ვინმესთვის რუსეთის ხელმძღვანელობიდან, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა. მაგრამ ეს აღქმა არსებობდა გერმანიაში, არსებობდა დასავლეთში, განსაკუთრებით ძლიერი იყო გერმანიაში ჩვენ და სამწუხაროდ, რომ ეს გამოიწვევდა რუსეთის კიდევ უფრო გაღიზიანებას, რომ მოხდებოდა რუსეთის მიერ მოხდებოდა გარკვეული, ასე ვთქვათ, უკვე პოლიტიკის ცვლილება დასავლეთთან მიმართებით და ამისათვის არანაირი მზადყოფნა არ არსებობდა იმ პერიოდში გერმანიაში. გერმანელებს იყო ძალიან დიდი სიურპრიზი. გერმანელები არ ელოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი წინაპირობა ამისთვის არსებობდა, ჩვენ გვახსოვს 2006 წელს შტაინმაიერის ვიზიტი, იმ დროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, ამჟამინდელი პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, როდესაც უკვე ძალიან თვალნათელი ხდებოდა
რომ რუსეთი ემზადებოდა გარკვეული სახის სამხედრო ქმედებებისთვის საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელი იყო უკვე განსაზღვრული ყველა ძალიან კარგად ხვდებოდა მას გერმანიაშიც რომ რუსეთი ალბათ უკან არ დაიხევდა გარკვეული სახის სამხედრო კონფრონტაციიდან თუმცა არავინ არ ეულდება იმას რაც მოხდა ანუ პირდაპირ სამხედრო ინტერვენცია ქვეყანაში მაგრამ აი ეს სურვილი გერმანულ საზოგადოებაში გერმანულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში გერმანულ სამეცნიერო აკადემიურ საზოგადოებაში რომ რეალურად ნუღა გავაღიზიანებთ ნურანაირად შეუწყობთ ხელს იმას რომ გერმანიამ გამოიყენოს რუსეთმა გამოიყენოს ეს რაღაცა პრეტექსტად იმისათვის რომ შემდეგ უფრო მეტი ზიანი მოგვაყენოს ჩვენ გქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით ანუ საქართველოში ყოველას მიაჩნდა იმ პერიოდში მიაჩნდა სულ ყოველას რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა საქართველოს უკრაინის მაპის აღმოცემა მაგრამ სრულად საპირისპირო ხედვა იყო გერმანიაში და არ გვესმოდა თუ რა განაპირობებდა ამას და ძალიან საინტერესო იყო შემდგომში ამის გაგება გერმანელებს მიაჩნდათ რომ საქართველოს უკრაინის მაპის მოცემის შემთხვევაში რუსეთის თავდასხმის შემდეგ ალიანსი ვერ მოახერხებდა ვერანაირად ჩვენს დაცვას და ალიანსს უფრო მეტი ასე ვთქვათ ზიანი მიადგებოდა ალიანსის იმიჯს უფრო მეტი ზიანი მიადგებოდა ალიანსი უფრო მეტად დაზარალდებოდა ამის შედეგად ვიდრე იმ შემთხვევაში მოხდებოდა დისტანცირების შენარჩუნა ანუ ორი სრულად კარდინალურად სხვადასხვა დამოკიდებულება საქართველოში და უკრაინაში ადამიანები ფიქრობდნენ პოლიტიკოსები ფიქრობდნენ რომ პირიქით ეს იქნება და აფიო გზავნილი რუსეთისთვის რომ ეს ორივე ქვეყანა არის დაცული ეს ორი ქვეყანა არის უკვე განიხილება როგორც მომავალი წევრი უკვე განიხილება როგორც ნატოს უახლოესი პარტნიორი და რუსეთი მაქსიმალურად მოხდებოდა ამ რუსეთის შეკავება მაგრამ სრულად განსხვავებული ხედვა არსებობდა მაშინ გერმანიაში გერმანული აკადემიური წრე გერმანელები ფიქრობდნენ რომ პირიქით რუსეთი ამას იქნებოდა წითელი ხაზი გადაკვეთა რუსეთი მოახდენდა თავდასხმას ქვეყნებად საქართველოზე ან უკრაინაზე და ამ შემთხვევაში ალიანსი ვერაფრით ვერ მოახერხებდა და ჩვენს დაცვას ანუ ორი კარდინალურად განსხვავებული მოსაზრება, კარდინალურად განსხვავებული ხედვა, სამწუხაროდ გაიმარჯვა იმ ხედვამ, რომელიც იყო გერმანიაში, გერმანული გადმოსახედი და ანგელა მერკელმა, როგორც ჩვენთვის ყოველთვის ცნობილია, იბრძოლა, მაქსიმალურად იბრძოლა იმისათვის, რომ ეს არ მომხდარიყო. ის იყო ფაქტობრივად ერთადერთი ლიდერი, რომელიც აი ესე პირდაპირ ხმამაღლა, მაქსიმალურად ემოციოდ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს და უკრაინისათვის გაწევრიანების სამხედრო გეგმის მონიჭებას. ჩემს აქ ასევე ძალიან საინტერესო რომ ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე რა მოხდა ამის შემდეგ, ანუ რა მოხდა აგვისტოს მოვლენების შემდეგ, იმიტომ რომ რეალურად იმდენად წარმოუდგენელი იყო გერმანულ საზოგადოებაში ის რაც რუსეთმა განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ, რომ მათ ჩათვალეს რომ ეს იყო რაღაც ამოვარდნა ნორმიდან, ეს იყო რაღაც გადახვევა. მათ ჩათვალეს რომ აქ რაღაცა ფორმით შესაძლებელი ხომ არ იყო რომ რაღაცა ფორმით დაედანაშაულოთ ვიღაცა სხვა, ანუ მომხდარიყო რაღაცა ფორმით მაგალითად საქართველოს. როგორ შეიძლება საქართველოს ყოფილიყო დამნაშავე იმაში, რაც რუსეთმა განახორციელა შეეცვალა, როგორ შეიძლება და საქართველოს ყოფილიყო რაღაცა ფორმით იმის ასე ვთქვათ გამომწვევი იმისა, რომ რაც რუსეთმა გააკეთა 2008 წელს, ხო? ანუ მაგრამ იმდენად დიდი იყო გერმანიაში სურვილი იმისა, რომ რაღაცა ფორმით მომხდარიყო ამ ყოლაფრის დავიწყება, ამ ყოლაფრის ნორმიდან ამოვარდნად განხილვა, რომ უახლოეს პერიოდში 3-4 თვის მანძილზე გერმანელები და ევროპელები სამწუხაროდ დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ რეჟიმში ურთიერთობას რუსეთთან, ევროპელმა გერმანელებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო ერთი განკერძოებული შემთხვევა, რაც მომავალში ნამდვილად აღარ განმეორდებოდა და შესაძლებელი აქვს რაღაცა ფორმით სხვაც ყოფილიყო დამნაშავე, ანუ საქართველოს ყოფილი. ანუ სრულიად დაუჯერებელი, სრულიად წარმოუდგენელი რაღაც მოხდა. მათ ჩათვალეს, რომ რუსეთმა ეს არ იყო აქ შეიძლება რაღაცა ფორმით რუსეთის დანაშაული არ ყოფილიყო, რუსეთის ბრალეულობა არ ყოფილიყო ისე დიდი, როგორც ეს იყო სინამდვილეში. მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ საკუთარ თავის მოტყუების მცდელობა და მათ ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაინახეს 2014 წელს ყირიმში განვითარებულ მოვლენების შემდეგ და 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ ხო ეს ყველასთვის ცხადი გახდა, მაგრამ პირველი ნიშანი, პირველი აგრესია, პირველი ასე ვთქვათ, ყველაზე მკაფიო დადასტურება იმისა, რომ რუსეთი იწყებდა ქმედებას ევროპის წინააღმდეგ იყო აგრესია საქართველოსთან მიმართებით. იყო 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველოს წინააღმდეგ და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, სამხედრო ოკუპაცია და მათი აღიარება, როგორც ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი ერთეულებისა, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, იყო უდიდესი სიურპრიზი, უდიდესი, ასე ვთქვათ, გამოწვევა ევროპული ქვეყნებისათვის, უდიდესი გამოწვევა გერმანიისთვის. მათ გადაწყვიტეს, რომ ჯობია ეს მივიღოთ როგორც აღიქვათ როგორც გამონაკლისი, აღიქვათ ეს როგორც რაღაც განკერძოებული შემთხვევა, აღიქვათ ეს როგორც
ერთი და განუმეორებელი შემთხვევა. რაც კიდევ ერთხელ ვიყო ძალიან დიდი შეცდომა. ანუ როგორც მე მივხვდი გერმანულ საზოგადოებაში, მოლოდინი იმის იყო, რომ რუსეთი რაღაც ქმედებას გააკეთებდა, თუ საქართველო და უკრაინა მაპს მიიღებდნენ, მაგრამ არ ელოდნენ, რომ მაპის არ მიღების შემთხვევაშიც გაკეთდებოდა იგივე და ეგ იყო წარმოუდგენელი ელემენტი, ხო, სწორად მივხვდი. დიახ, ანუ ამ მომენტში საუბარი იყო იმაზე, რომ განაწილებლების სამხედრო გეგმის მეპის მიღების შემთხვევაში მათ მიაშათ რომ დასავლეთი გადაკვეთდა წითელ ხაზს რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკასთან მიმართებაში. რა მოხდებოდა ეს არავინ არ იცოდა, მაგრამ მათ მიაშათ რომ რუსეთის არ მოხდებოდა რუსეთი მაქსიმალურად ნეგატიურად აღიქვავდა ამ ყველაფერს და არავინ არ იცოდა რა შეიძლება მას მოყოლოდა, ხო? და ჩვენი გადმოსახედიდან ქართული მხარის, უკრაინული მხარის გადმოსახედიდან პირიქით ეს იქნებოდა სწორედაც ნიშანი იმისა, რომ არ არის ჩამოყალიბებული დასავლეთი ჩვენი ქვეყნთან მიმართებით არ არის კაფედ განსაზღვრული თუ როგორ ხედავს ის ჩვენს ქვეყანას მომავალში და ამიტომ ეს ორი ურთიერთ გამომრიცხავი ფაქტორი იყო ამ პროცესში გერმანელებს არ უნდათ რუსეთის გაღიზიანება, მაშინ შესაძლოა ჩვენ მიგოჩნდა რომ ეს პირიქით არიან გაღიზიანებას საუბარი, ეს იყო პირიქით ჩვენი უსაფრთხოების დაცვაზე საუბარი, ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ჩვენს დასრულობაზე მომავალში საუბარი. მაგრამ ნუ ესეთი გადაწყვეტილება ხარ მიღებული. ერთ ზოგი ფიქრობს რომ ეს ჩანაწერი უბაზე მეტია ვიდრე მეპი, თუმცა რომ ცხადყო რომ ცხადყო დრო შეიძლება გაიწელოს ძალიან დიდი ხნის მანძილზე. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე რომ ქვეყანა გახდება ნატოს წევრი, მაგრამ როდის მოხდება ეს ყველაფერი? უცნობია, კონკრეტული თარიღი დასახელებული არ არის, დრო გაწერილი არ არის და საქართველოს უკრაინას ისევ არ გააჩნიათ არანაირი მექანიზმები ამის მისაღწევად, ანუ გაწევრების სამხედრო გეგმა დღეს არ არსებობს, თუმცა აქაც ძალიან ფრთხილად უნდა ვისაუბროთ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვინაიდან საქართველოს მიენიჭა სხვა დამატებითი მექანიზმები, რომლებიც ბევრი ექსპერტის, ბევრი სპეციალისტის თვალსაზრისით გაცილებით მეტია ვიდრე გაწევრების სამხედრო, თუმცა ეს ოფიციალური საფეხური, რომელიც არის აუცილებელი გაწევრებამდე, საქართველოს და უკრაინას მიღებული არ აქვს. კი ბატონო. მოდით ეს სამი თარიღი შევადაროთ 2008 წლის აგვისტო, 2014 წელი და 2022 წელი. იმიტომ რომ ლოგიკურად უნდა ყოფილიყო რაღაც განსხვავებები. 2008-ში შეიძლება ეცადნენ რომ რამენაირად თავისთავად დაეჯერებინათ რომ შეცდომა იყო, რაღაცა გადაცდომა მოხდა, მაგრამ 2014-ში როდესაც გამეორდა ეს, ჩვენ ვერ დავინახეთ მაინდამაინც ძალიან მწვავე რეაქცია, იყო რეაქცია, რა თქმა უნდა, იმაზე დიდი რეაქცია იყო ვიდრე 2008 წელს, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე თითქოს უბრუნდებოდა ჩვეულ მიუხედავად იმისა, რომ არ აღიარებდნენ ყირებს, უბრუნდებოდნენ business as usual, როგორც ეთქვიან და 22-ში უკვე რადიკალურად შეიცვალა ბევრი რაღაცა. ეს სამი თარიღი რო შევადაროთ. კი ბატონო, ძალიან კარგი შედარება იმისათვის, რომ დავინახოთ ევოლუცია, ანუ დავინახოთ პერსპექტივაში, როგორ განვითარდა დამოკიდებულება რუსული აგრესიისადმი ევროპაში და გერმანიაში. პირველი ამაზე ძალიან ვისაუბრეთ, ჩათვალეს რომ ეს იყო ამოვარდა ნორმიდან, იყო რაღაც განკერძებული შემთხვევა და ეს მალევე მოხდა ამის გვერდზე გადაწევა, მოხდა რაღაც ფრონტების შემუშავება, თქვენ შეიძლება დღევანდელ დღესაც კი შეიძლება ნახოთ თქვენ ესეთი აბსურდული ნაშრომები, სადაც რაღაცა ფორმით საქართველოს მცდელობა რომ საქართველოს დაადანაშაულონ იმაში, რაც მოხდა, სერიოზული ხალხის მიერ ბჭყალებში დაწერილი დოკუმენტები, სადაც შეიძლება ნახოთ რომ რაღაცა ფორმით შესაძლებელია საქართველოს ხომ არ იყო ამაში დამნაშავე, რომ საქართველოსზე ესე იგი თავდასხმა განახორციელა რუსეთმა, ხო? აი, ფიზიკურად ალბათ მეორე მესამე კლასელი ბავშვიც უცხიც ხადია რომ შეუძლებელია შენ სახში შემოვარდეს ვიღაცა, შენ ეომებოდა ვიღაცას, ვინც უკვე შენ სახშია, ხო? ნუ შენ დაიწყო ომი ვინმეს წინააღმდეგ, ვინც უკვე შენს ბინაში იმყოფება, შეუძლებელია შენ ომი გამოუცხადო, ანუ ეომო ადამიანს, რომელიც უკვე შენს აძინებელში იმყოფება, შენს ამზარეულოში იმყოფება, ხო? ანუ აბსურდი, ამ აბსურდის რაღაცა ფორმით გამართლების მცდელობები ძალიან ბევრი არსებობს დღევანდელ დღესაც. მე ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია ამ ადამიანთან დღევანდელი პერსპექტივიდან საუბარი, როგორ აღიქვავენ ისინი დღევანდელ დღიდან გადმოსახედიდან, როგორ აღიქვავენ ისინი 2008 წლის მოვლენებს, ხო? ის რაც მოხდა 2014-ში, რაც მოხდა 2022-ში. 2014 იყო განსხვავებული, მაგრამ ასევე აქაც უნდა აღინიშნოს, რუსეთი 2014-ში ცდილობს საკუთარი ქმედებების შენიღოს უკრაინაში, ხო? ჩვენ აქ გვახსოვს ეს ეწოდებული მწვანე ადამიანების ფაქტორი. აქაც რუსეთი პირდაპირ ღიად არ გამოდის, როგორც სამხედრო ძალა, ის ასად არ ასახელებს, რომ თავად ახორციელებს ამ ინტერვენციას
და აქვე არის ძალიან მნიშვნელოვანი თავად ყირიმის ფაქტორი, ანუ ყირიმისამდე დამოკიდებულება. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ჩვენ გვაქვს სრულად კაფეოდ ჩამოყალიბებული საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო დადგენილი ტერიტორიული საზღვრები სახელმწიფოებისა, რაღაც ესეთი განცდა არსებობდა, რომ ყირიმთან მიმართებაში რუსეთს ჰქონდა გარკვეული ასეთ ემოციური დამოკიდებულება, ყირიმთან დამოკიდებულებით რუსეთს ჰქონდა ემოციური დამოკიდებულება, რომელიც იყო შესაბამისად რაღაც გარკვეული უფრო მეტი მნიშვნელობის მატარებელი მქონე რუსეთისთვის ვიდრე სხვა თუ სრულად გაუმართლებელი, სრულად წარმოუდგენელი, სრულად ფიზიკურად არანაირი საფუძვლის მქონე სამართლებთ არანაირი საფუძველი ამას არ ჰქონდა, მაგრამ ის ფაქტი რომ რუსეთს სევასტოპოლში იყო განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზა, ის არის ფაქტორი რომ ყირიმი ყოველთვის იყოს განსაკუთრებულად რუსული ასე ვთქვათ რუსების მიერ ეთნიკურად უფრო მეტად წარმოდგენილი და ერთეული უკრაინის აქ განჩნდა ის გაცდა რომ აი რაღაცა ყირიმიც ხომ არ შეიძლება რომ რაღაც ცალკე რეჟიმში იყოს განხილული. სრულიად მცდარი თავიდან ბოლომდე, ესეც მიმაჩნია სრულიად თავიდან ბოლომდე ამოვარდნილი საერთაშორისო ნორმებიდან, საერთაშორისო სამართლიდან, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ თითოეული აი ამ აგრესიის წინ იყო ძალიან ძლავრი პროპაგანდა ამოქმედებული რუსეთის მხრიდან. რუსეთი როგორც საქართველოსთან მიმართებით, ასევე ყირიმთან, უკრაინის ტერიტორიასთან მიმართებით აწარმოებდა ძალიან ხანგრძლივ პროპაგანდას, რომ თითქოს ეს ამას შესაძლებელია რაღაცა ფორმით მომავალში გამართლება ქონდა. და აქ მე გულისხმობ იმას, რომ რუსეთი აქ სარგებლობდა იგივე მომენტით, ანუ ერთად თვითგამორკვევის პრინციპით, რუსეთის მოქალაქეების დაცვის მომენტით, რუსული მოქალაქეების მქონე, რუსული პასპორტების მქონე ადამიანების დაცვის აუცილებლობით, ანუ ეს ფაქტორები იყო წინა პლანზე წამოწეული რუსულ პროპაგანდაში და რუსეთი ამ საკუთარ ქმედებებს ამართლებდა, იმით რომ ის უბრალოდ იცავდა თითქოს და ჩაგრულ რუსულენოვან მოსახლეობას, რუსულ მოსახლეობას ამ ასე ვთქვათ, ამ ტერიტორიებზე და ეს იყო მისი, ისე ვთქვათ, ინტერესების შემადგენელი ნაწილი. თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, 2014 წელი განსხვავდება 2022-ისგან, იმის რომ აქ რუსეთი, ასე ვთქვათ, პირდაპირ არასად არ ფიგურირებს. აქ არიან კიდევ უწოდებული იდენტიფიკაციის არ მქონე უწოდებული მწვანე ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ იმას, რასაც ადგილი ჰქონდა ყირიმში. ამავე დროს არ უნდა დაგავწოს რომ ეს პერიოდი ემთხვევა ასევე უკრაინის მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, იწყება ასე ვთქვათ, იწყება რევოლუციური პროცესები თავად კიევში, აქ არის დიდი ასე ვთქვათ განცდა რუსეთში იმისა, რომ არავის ახლა არც ხელა იმისათვის, რომ ყირიმს ყურადღება მიაქციოს, ანუ მომენტით ისარგებლა აქაც რუსეთმა მომენტით ისარგებლა და დაიწყო საკუთარი გეგმის განხორციელება, კარგად დაგეგმილი, მანამდე შემუშავებული გეგმის განხორციელება უკრაინის წინააღმდეგ, რაც ჰქონდა თავის ძოზე შემუშავებული საქართველოს წინააღმდეგ, აფხაზეთთან და სხვა რეგიონთან მიმართებით, მაგრამ ის რაც მოხდა 2022-ში განსხვავდება თვისობრივად. იმიტომ რომ აი ეს პროპაგანდა რომ გამოვრიცხოთ 2008 წლის და 2022 წლის პროპაგანდა რომ თავდაპირველად გამოვრიცხოთ და ასე გადავდოთ გვერდზე, ის რაც უწინ უსწრებდა 2022 წლის თავდაცვის რუსეთზე, ეს იყო პირდაპირ გაცხადებული მიზანი პუტინის და რუსეთისა, რომ მოხდარიყო უკრაინის სახელმწიფოებრიობის გაუქმება. დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და უკრაინის როგორც სახელმწიფოს არსებობის ეჭვის ქვეშ დაყენება, ეს იყო თვისობრივად ახალი განზომილება რუსეთის მხრიდან და თვისობრივად ახალი ელემენტი, რომელიც მათ შემოიტანეს საერთაშორისო ურთიერთობებში. ანუ ამ გადმოსახედიდან უკვე აღარანაირი მანევრირების საშუალება აღარ რჩებოდა არავის არც ევროპაში, არც გერმანიაში, არც მსოფლიოში, რომ რაღაცა ფორმით რაიმე სახის მანამდე არსებულ ცრუ ნარატივზე აეწყოთ საკუთარი მსჯელობა და რაღაცა აი თქვა რაღაცა გამართლება მოეძებნათ იმ ქმედებისო, რასაც რუსეთი ახორციელებდა თუ ან საქართველოში, ან ყირიმში, ანუ რაღაცა ფორმით მომხდარიყო ამ ქმედებებთან მიმართებაში რაღაც აქ ყველაფერი უკვე გამოირიცხა. 2022 წელს წინ უძღოდა კაფეოდ გაცხადებული ჩამოყალიბებული ნარატივი პუტინის მიერ გამოცხადებული და საკმაოდ ხანგრძლივი ვრცელი დოკუმენტი წაიკითხა მან, რომელიც მიზნად ისახავდა ევროპის კონტინენტზე არსებული ყველაზე დიდი სახელმწიფოს ფიზიკურად გაუქმებას. ანუ აქ მე მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი გულშემატკივრებიც კი ევროპაში, მათ შორის გერმანიაში, ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერები რუსეთისა, ყველაზე უფრო, ასე ვთქვათ,
ყველაზე ის ადამიანები რომელიც ყველაზე მეტად თვალს ხუჭავდნენ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზეც კი აქ ვერ დარჩებოდნენ გულგრილნი, აქ ვერ დარჩებოდნენ იგივე პოზიციას ვერაფერ შეინარჩუნებდნენ. აქ უკვე მათთვისაც კი ცხადი გახდა თუ რას აკეთებდა რუსეთი, რა სახის აგრესიულ პოლიტიკას ახორციელებდა რუსეთი ევროპის წინააღმდეგ და როგორ იქნებოდა ეს უკვე ფაქტიურად ყველანაირი აქამდე არსებული განზომილების დასრულება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რეალურად თანამედროვე რუსეთის ჩამოყალიბება დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული პირველი აგრესიიდან 2008 წელს. რომ არა ის პოლიტიკა, რომელიც 2008 წელს ჰქონდათ ჩვენს ევროპულ პარტნიორებს რუსეთთან მიმართებაში, რომ არ მომხდარიყო ძალიან სწრაფად რუსეთთან მიმართებით ისევე ჩვეულებრივ ბიზნეს ურთიერთობების გადასვლა და ეგრეთ წოდების business as usual განზომილების დაბრუნება რუსეთთან მიმართებით, ჩემი ღრმა რწმენით რუსეთი ვერ ჩამოყალიბებდა იმ ქვეყნად, რომელსაც ის წარმოადგენს დღევანდელ დღეს. ვერ მოხდებოდა რუსეთის მიერ აი ამ ამბიციების გამომჟღავნება და რუსეთთან მიმართებაში აღარ იქნებოდა უკვე ის დამოკიდება, რომ რუსეთი ვეღარ შეიქმნებოდა იმ ქვეყნად, რომელსაც ის წარმოადგენს დღეს. უკვე დღეს უკვე ის ძალიან დასუსტებულია, მაგრამ რუსეთი ვერ განვითარდებოდა იმ ქვეყნად, რომელიც ჩვენ ვიხილეთ 2022 წელს. ძალიან საინტერესოა ეს ამ განვითარებების ფონზე დღეს ჩვენ ვხედავთ რუსეთი კი შეიცვალა 2008 წლის მერე, მაგრამ ასევე გერმანიაც საგრძნობლად შეიცვალა და ვხედავთ ძალიან განსხვავებულ გერმანიას, რომელიც უკვე სხვა პრიორიტეტებზე დგას, უკვე ისეთი რიტორიკით გამოირჩევა, როგორცაც არავინ არ ელოდა რამდენიმე წლის წინ. რეალურად რა პროცესები მიმდინარეობს გერმანიაში და რა მიმართულებით ვითარდება იქ სიტუაცია? ძალიან საინტერესო კითხვაა. 2022 წლის შემდეგ ჩვენ რეალურად თვალყურს ვადევნებთ სრულად ახალი გერმანიის დაბადებას. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ ბოლო 4 წლის მანძილზე, ბოლო 5 წლის მანძილზე საქმე გვაქვს სრულად განსხვავებულ ახალ ევროპულ სახელმწიფოსთან, რომელიც ჩემი აზრით 2022 წლის რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიამდე ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ დღევანდელი ჩვენი საუბრის დროს არ გვისაუბრია სიღრმისეულად აი ამ კომპლექსებზე, ისტორიულ კომპლექსებზე, რომელიც არსებობდა გერმანიაში, ეს იყო გეწოდებული აღარასდროს კიდევ აღარასდროს, ანუ ნიშნავს იმას, რომ აღარასდროს უნდა განმეორებულიყო რაც აქამდე მოხდა გერმანიაში, გერმანული სამხედრო შენაერთების და ჯარის მაქსიმალურად შეზღუდვა და ზოგადად გერმანიის პოზიციონირება როგორც დიდი ჰეგემონის არამედ როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქვეყნის ევროპაში, ეს ყველაფერი დასასრულს მიუახლოვდა 2022 წლის თებერვალში, როდესაც ოლაფ შოლცმა იმდროინდელმა გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ცალსახად გამოაცხადა, რომ დამთავრდა ჩვენ საქმე გვაქვს ეპოქალურ ცვლილებასთან, ეგრეთ წოდებული ძალიან ცნობილი ტერმინი, საერთაშორისო ტერმინია Zeitenwende, რაც ნიშნავს იმას, რომ გერმანია გადავიდა სრულად ახალ დროით სივრცეში, დროით განზომილებაში. გერმანიამ თავიდან ბოლომდე გადახედა და გადაიაზრა ის პოლიტიკა, რომელიც იყო მანამდე და სრულად ახლებურად მოინდომა შეეხედა საკუთარი როლისთვის ევროპაში, საკუთარი როლისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, საკუთარი დამოკიდებულებისთვის რუსეთთან და მოხდა თავიდან ბოლომდე გადააზრება იმისა, თუ რაც იყო აქამდე. ჩემი აზრით ეს პროცესი ძალიან დიდი ხნის წინადრე უნდა მოხდარიყო. გერმანია რეალურად ბოლო 10 წლების მანძილზე ისედაც წარმოადგენდა უძლიერეს, ეკონომიკურად უძლიერეს ევროპულ ქვეყანას. გერმანიას გააჩნდა ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ უფრო მეტად ყოფილიყო წარმოდგენილი მსოფლიოში საერთაშორისო ასპარეზზე, ყოფილიყო უფრო აქტიურად ჩართული სხვადასხვა პროცესებში, მაგრამ აი ეს კიდევ ერთხელ ეს კომპლექსი იმისა, რომ გერმანია არ ყოფილიყო სხვანაირად დანახული ეს ყველაფერი ევროპაში და მსოფლიოში, არაძლებდა მათ ამის საშუალებას. ბოლო 5 წლის მანძილზე ჩვენ ხედავთ სრულად ახალი ქვეყნის დაბადებას, ჩვენ ხედავთ ახალი გერმანიის დაბადებას, ჩვენ ხედავთ ქვეყნის ჩამოყალიბებას, რომელიც უკვე თავს აღარ იკავებს ძალიან ღიად, გაცხადებულად იმ პოლიტიკის ჩამოყალიბებისგან, რომელიც უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო სიძლიერის მქონე ქვეყნის შექმნას გერმანიაში. გერმანია პირდაპირ ღიად აცხადებს, რომ ის მზად არის ძალიან დიდი თანხა გამოყოს იმისათვის, რომ შეიქმნას პროფესიული გერმანული სამხედრო ძალა, სამხედრო ესე ვთქვათ კომპონენტი გაძლიერდეს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვნად. გერმანია თავს არ არიდებს იმას, რომ იყოს წარმოდგენილი სამხედრო შენაერთებით ბალტიისპირეთის წევრ ქვეყნებში და ამ შემთხვევაში ყველაზე საგულისხმოა ის, რომ თავად ბალტიისპირეთის ქვეყნები თხოვენ გერმანიას, რომ იყოს უფრო გაზრდილი მათი კონტინგენტი. აქ ის განზომილება, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ჩამოყალიბდა და ის საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია ამერიკის შეერთებულ შტატებმა რაღაც რაოდენობით საკუთარი სამხედრო კონტინგენტი გაიყვანონ გერმანიიდან, აღარ იწევს
ისეთივე ასე ვთქვათ ემოციურ განწყობას გერმანიაში, როგორც ჩვენ შეგვიძლია წარმოგვედგინა გარკვეული წლების წინ, გერმანელები ამას სრულიად ნორმალურად აღიქვავენ. გერმანელები საკუთარ თავს უკვე ხედავენ გასხოვებულ ჭრილში. გერმანია არის ყველაზე დიდი ამერიკაში შტატების შემდეგ, ყველაზე დიდი მხარდამჭერი უკრაინისა და უკრაინაშა სამხედრო თვალსაზრისით, შერეღების თვალსაზრისით, ფინანსური თვალსაზრისით. გერმანია არის ცალსახად კაფიოდ ინარჩუნებს იმ პოზიციას, რომელიც მათ ჰქონდათ ომის დაწყების დროს. ისინი ყველაფერს არქვევენ საკუთარ სახელს. არც ერთ მომენტში არ მომხდარა პოზიციის შესუსტება, არ მომხდარა რაღაცა ფორმით რუსეთთან დიალოგის დაწყებაზე საუბარი. მათი მხრიდან არ ყოფილა, სანამ არ დასრულდება სამხედრო ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ, სანამ უკრაინა არ აღიდგენს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას, ანუ გერმანია ყალიბდება სრულიად განსხვავებულ თანამედროვე ევროპულ ქვეყანად, რომელიც ჩემი აზრით მხოლოდ იქნება უკეთესი ერთიანი ევროპული მომავლისთვის, იქნება ძალიან ძლიერი გარანტორი ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის, იქნება ძალიან სერიოზული გამწევი ძალა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში და ჩვენ ვხედავთ, რომ არა მარტო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან არის ჩამოყალიბებული სურვილი ამის, არამედ თავად საზოგადოებაში არის აღქმა იმისა, რომ უკვე მოვიდა, რომ გერმანია ჩვენ დავინახოთ სრულიად ახალ ჭრილში, ახალ განზომილებაში, როგორც ახალი ქვეყანა, ახალი ამბიციებით და ახალი შესაძლებლობებით. ძალიან დიდი გამოწვევები არსებობს, ჩვენ ამაზე გქონდა საუბარი, გულისხმობ აი ეს შიდა პოლიტიკური დინამიკა და აი ამ წარმოუდგენლად არა ევროპული პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის არსებობა და მისი ესე გაძლიერება, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ გერმანული საზოგადოება მოახერხებს აი ამ ძალიან სერიოზული გამოწვევის გადალახვას და გერმანია გახდება უახლოეს მომავალში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი ევროპული ქვეყანა, როგორც ის დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო. კი ბატონო. ძალიან საინტერესოა, ძალიან დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის. ჩვენ არაერთხელ გვითხოვს ამ პოდკასტში, რომ ძლიერი ზოგადად ევროპა საქართველოსთვის ძალიან ხელსაყრელი იქნება, იმაზე ხელსაყრელიც კი, ვიდრე ძლიერი მხოლოდ ამერიკა. ამიტომ გულშემატკივრობთ გერმანიას ბოლომდე. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ორი სიტყვით ბოლოს მინდოდა ეს მეთქვა მანამდეც ერთ-ერთმა ცნობილმა გერმანელმა ევროკომისარმა საქართველოს შტომრობის დროს ახსენა, რომ რეალურად გერმანიის ისტორია არის ევროპის ისტორია. მე ამ სიტყვას თავდამოვლდა ვეთანხმები და იმედი მაქვს, რომ მოხდეს ჩვენ ნახოთ ევროპის გერმანიის ისტორიის ახალ ფურცლებს, სადაც ასევე ჩვენს გვექნება შესაძლოა რომ რაღაცა ფორმით მონაწილეობა მივიღოთ. კი ბატონო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა რომ ბოლომდე გვიყურეთ. თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი და არ გინდათ რომ გამოგჩეთ სიახლეები ჩვენგან, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ასევე გამოყვეთ ჩვენ სოციალურ მედიაზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. აუდიტორიის დაგროვებასთან ერთად ჩვენ გეგმავთ დავამატოთ სხვადასხვა ტიპის კონტენტი. ამიტომ თუ არ გინდათ რომ გამოგრჩეთ ჩვენგან სიახლეები, გამოიწერეთ ჩვენი სოციალური მედიის გვერდები. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ.